ესეთი გამოცხმა მასწავლა ჩემმა დედამთილმა, ვარე შარა, ვარე ფარა. ფოთში პირველად აღმოჩნდი გიგას გამო. ფოთი გამოიმუშავებს იმდენს, რომ თუ თეატრი უნდა და თეატრი ქონოდა. ის ხალხი, ვისთვისაც ეს მილიონები დაიხარეს, ჩერნობილს უძახის აი ამ ადგილს. 34 წელია ვხეტიალობთ და ნელ-ნელა თავისუფლდებით. მე ახლა ვარ ფოთში. ფოთი არის უზარმაზარი ისტორიის, ისტორიული მნიშვნელობის და რაც მთავარია უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ქალაქი, რომლის ეკონომიკური პოტენციალის ნაწილიც ათვისებულია თქვენ უკან პორტს ხედავთ. მაგრამ აი ამ სიკეთიდან რაც პორტს ამ ქვეყნისთვის მოაქვს ფოთში ფაქტობრივად არაფერი რჩება. ქალაქს არ აქვს კანალიზაცია. ქალაქს არ აქვს სამშობიარო. ქალაქს არ აქვს ზღვაზე სასტუმრო. ქალაქს არ აქვს ზღვაზე რესტორანი. ფოთში პირველად აღმოჩნდი გიგას გამო. გიგამ გადაწყვიტა კენჭის ყრა უშუალოდ ინდივიდუალურად მისი პირველი გამოცდილება იყო და გადავწყვიტე დავხმარებოდი და მანამდე თუ ეს რაღაცა ბევრი ფილოსოფიური და იდეოლოგიური და სისტემური ცოდნა მქონდა და ამით ვწვალობდი, ხო? რომ რატო ვერ ვაღწევთ შედეგს. აი აქ რო ჩამოვედი, ყველაფერი დავინახე, ყველაფერს მივხვდი. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სახელმწიფოა მოწყობილი ისე, რომ ადამიანების, მოქალაქეების მოსაზრებებს საერთოდ აზრი არ ქონდეს და მოქალაქის აზრს არანაირი მნიშვნელობა არ ქონდეს, ხო? ამის გარდა პარტიული სისტემებიც ესევეა აწყობილი ამ მოდელზე, ამ მახინჯი სახელმწიფოს მოდელზე და მაგას მივხვდი, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება რეჟიმის შეცვლამდე და რეჟიმი არ შეიცვლება იქამდე, სანამ წინააღმდეგობა სისტემურად არ გადაიტვირთება და ხალხზე ფოკუსირებას არ მოახდენს. აქედან ხო ჩამოვალ ჩვეულებრივად, მე მგონი. აი ეს სანაპირო, რო გაყვეთ ესე 100 მეტრზე არის გადაჭიმული აი ეს სანაპირო, რომელიც ათვისებული საერთოდ არ არის. თქვენ ხედავთ, რომ არც ერთი სასტუმრო, არც ერთი რესტორანი ფოთის სანაპიროზე არ დგას და იმისთვის, რომ რაღაცა მიწა გაემაგრებინათ, აი ეს კედელი ამოაშენეს. ანუ აი აქ ფოთელები რო გამოდიან სასეირნოთ, ზღვას ვერ ხედავენ, ჰორიზონტს ვერ ხედავენ, ჰორიზონტი ჩაუხურეს. რომელმა ნორმალურმა ადამიანმა არ იცის, რომ მაგალითად სასტუმროში ნებისმიერ სასტუმროში ზღვის ხედით ოთახი უფრო ძვირია. რომ ნებისმიერ, თქვათ, უძრავ ქონებას უფრო მაღალი ფასი აქვს, თუ ის ზღვას უყურებს. ეს ხო ესეა, ეს ხო ნებისმიერმა ფოთელმა იცის. ამას ხო თავის თავს არ გაუკეთებდნენ. ამას ხო არ გააკეთებდა არავინ, ვინც ფოთის პოტენციალზე ფიქრობს, ხო? ვინც ფოთის ეკონომიკურ განვითარებაზე ფიქრობს, იმიტომ რომ ყველას ეცოდინებოდა, რომ აი ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი იცით რატო ხდება? იმიტომ რომ საქართველოს ჯერ კიდე ვერ გათავისუფლდა საბჭოთა რუსული ცენტრალიზებული ტოტალიტარული სისტემის ტყვეობიდან და ჩვენ ვართ აი ამ სისტემური სიმახინჯის ვთქვათ შედეგში ვიმყოფებით და უზარმაზარ პოტენციალს კარგავს არა მხოლოდ ფოთი, არამედ მთელი ქვეყანა, მთელი ფოთის შემოგარენი. ეხლა ჩემ უკან ხედავთ ფოთის კულტურულ ცხოვრებას. ეს არის თეატრი, რომელსაც მე მგონი ხუმრობით არ აშენდას უძახიან. ამ თეატრს თავისი ისტორია აქვს. საქმე ის არის, რომ აი აქ ფოთის ცენტრში რკალზე არის ფოთის საკადეთრო ტაძარი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. აია სოფიას ზუსტი ასლი არ არის, მაგრამ გავს აია სოფიას უჩვეულო არის ქართული ეკლესიებისთვის და ეს ტაძარი დანგრევას იმით გადარჩა, ვთქვათ, რუსების ოკუპაციის შემდეგ 21 წელს რო შიგნით გააკეთეს თეატრი. და შემდეგ ახლა ბუნებრივია საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, ეკლესიამ თავის ქონების რესტიტუცია მოახდინა, სრულიად სამართლიანად. იქ დაბრუნდა ეკლესია და ფოთელებს დაპირდნენ თეატრს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ყველა ქალაქს უნდა ქონდეს აუცილებლად თეატრი. ყოველ შემთხვევაში იმ ქალაქს ის უნდა ქონდეს, რაც თვითონ უნდა და უნდა ქონდეს იმ რესურსით, რასაც ადგილზე თვითონ გამოიმუშავებს, ხო? და ფოთი გამოიმუშავებს იმდენს, რომ თუ თეატრი უნდა და თეატრი ქონოდა. ალბათ ერთი 20 წლამდე პერიოდია აი ამ თეატრის გახსნა, დახურვა, ტენდერების გამოცხადება, ფულის ჭამა გრძელდება. ღარიბაშვილის დროს მე მგონი გაიხსნა კიდეც, მაგრამ მე წყალი ჩამოვიდა შიგნით. ანუ თვითონ ეს ისტორია, რომელზეც ცალკე ვიდეოც ჩავწერეთ, ხო?
ჩემი აზრით რაღაცა აბსურდის თეატრის ისტორია და ფედერალისტების შემოგთავაზებთ უფრო დეტალურად. აი ესეც არის რეალურად იმ მთავარი სისტემური სიმახინჯის თვითმმართველობის არარსებობის პრობლემა. აი ხა ეს რაღაცა მახინა არის კულტურის სამინისტროს ბალანსზე. აი რა შუაშია ფოთის თეატრი და კულტურის სამინისტრო, ხო? რატო არ უნდა პატრონობდეს ამას მუნიციპალიტეტი? ეგება ამხელა არ უნდათ უფრო პატარა, უნდათ ისეთი როგორც თვითონ უნდათ არა. ეს ვერ მოხდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ეს თეატრი ყოფილიყო ასეთი და შემდეგ აღარასოდეს არ დამთავრებულიყო და ჯიბები გაისქელებინათ ჩინოვნიკებს. როდესაც ანგარიშვალდებულება არ არსებობს ხალხთან და როდესაც ხალხს რეალური ძალა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს რეალური ძალა არ აქვთ, ფულის პარვა არის გარდაუვალი. ინიშნები არა იმიტომ რომ იმსახურებ ფოთელების პატივისცემას, არამედ იმიტომ რომ ემორჩილები საკმარისად და საკმარისად უყურმოჭრილი მონახარ ბიძინა ივანიშვილის და ამის იქით იპარე იქამდე ვიდრე ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობას არ დაკარგავ. ხო და ეს ძალიან კარგად ვნახეთ ღარიბაშვილის მაგალითით, რომელმაც კიდევ ერთხელ ვამბობ ეს თეატრი ერთხელ გახსნა და ჩამოიქცა ჭერი და მე ისევ დასახური გახდა. რასაც ახლა მე ვსაუბრობ, რაღაც ველოსიპედს კი არ ვიგონებ. მე რასაც ვსაუბრობ, ზუსტად იგივეს წერდა ნიკო ნიკოლაძე თავის წერილში ერობა, მისი დანიშნულება და წესდება. მაშინ ეს რუსეთის იმპერიას აკრიტიკებდა ზედმეტი ცენტრალიზაციის გამო და სოფლის მოსახლეობაზე წერდა, რომ სოფლის მოსახლეებს არაფერს ეკითხებიანო, მათ ბედს წყვეტენ დანიშნული ჩინოვნიკები, რომლებიც თავს მამებად რაცხავენ და ამ ხალხს განიხილავენ შვილებად კი არა გერებადო და არანაირი უფლება ამ ადამიანებს რომ თავიანთი ცხოვრების ვთქვათ საკითხები გადაწყვიტონ და თავიანთი თავად ეკუთვნოდეთ, აი რასაც ზელია ჭავჭავაძე ამბობდა, ხო? ლელდღუნიასპირით ის არ შეეხება მარტო ეროვნულ დამოუკიდებლობას, ის ინდივიდუალურ თავისუფლებასაც შეეხება, რომ ადამიანმა რისი გადაწყვეტა თვითონ შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რაც ფოთში გადასაწყვეტია, ფოთში გადაწყდეს, რა ფულით ფოთში კეთდება, იმ ფულით ფოთმა იხეიროს. ამას ამბობდა ზუსტად ნიკო ნიკოლაძე, ეს მისი კოშკი აქ ცხოვრობდა და მუშაობდა. თავიდან სამსართულიანი იყო, 18 საუკუნის ციხე-გალავანზეა ეს აშენებული და მერე 2 სართული დაადგა. და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ ვიცი ხა თვითონ რას ფიქრობდა, როცა საათი გაუკეთა, მაგრამ ჩემთვის ეს საათი არის ფოთის მოდერნიზაციის ნიშანი. ფოთის მოდერნიზაციის ნიშანი იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ვთქვათ, შრომის ეთიკის მნიშვნელობა ვთქვათ, გაიზარდა, ხო? აი ზუსტად მაშინ გაჩნდა ეს საათები დასავლურ ეკლესიებზე, პროტესტანტულზე, კათოლიკურზე და მგონია რომ ნიკო ნიკოლაძესაც, აი როდესაც საათი დაამაგრა, დისციპლინისკენ, შრომის ეთიკისკენ მოუწოდებდა ფოთის, ვთქვათ, მოქალაქეებს, რომელმაც შეძლეს და თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოიპოვეს ჯერ კიდე მეფის რუსეთის შეზღუდული, რასაკვირველია, იმპერიულ, ვთქვათ, მარწუხებში, ხო? მაგრამ თვითმმართველი ქალაქი გახდა ეს უკვე 1880-იანი წლებიდან და ამიტომ არის აი რა დაგუმართა საბჭოთა კავშირმა თუ ჩვენ გვინდა რომ სწორად აღვიქვათ, ხო? აი ამას უნდა შევხედოთ, რა მოძრაობა იყო დაწყებული საქართველოში და მე როგორ ჩავიხუფეთ ისევ აი ამ ცენტრალიზაციით, როდესაც ვთქვათ, აი ერთი თავკომბალა ცენტრიდან იმართება ყველაფერი და საერთოდ ძალა აქვს გამოცლილი ადგილობრივ მოსახლეს. და რამე ახალი კი არ არის გასაკეთებელი, ის არის გასაკეთებელი კონცეპტუალურად უბრალოდ თანამედროვეობაზე არის მოსარგები, რასაც ნიკოლაძე აკეთებდა, ხო? პირველი თვითმმართველობის გაძლიერება, ანუ მოქალაქეებისთვის ხმის და ძალის მინიჭება. მეორე, ეკონომიკური რესურსის მობილიზაცია ადგილობრივი ინფრასტრუქტურული იქნება ეს თუ სხვა საკეთილდღეო პროექტებისთვის, თუნდაც თეატრისთვის, კანალიზაცია არ აქვს ფოთს. კანალიზაცია არ აქვს ფოთს და რამდენჯერ გამოაცხადეს, იცით კანალიზაციის ტენდერი? უამრავჯერ და უამრავი ფული შეიჭამა ამ კანალიზაციის ტენდერში და ერთ გათხარეს ალბათ ერთი 3ჯერ. ხან კომპანია არ ვარგოდა, იმიტომ რომ სულ კორუფციულად ხდება ამ ყველაფრის შერჩევა, ხო? და რეალურად მოხდა ის, რომ ეხლა გზების ნაგება რომ მოუწიათ წინა საარჩევნოდ, ადგილიდან და ის გათხრელი რაც ქონდათ, იმას ზემოდან გადაასხეს. ანუ ოდესმე თუ ამ ქალაქში კანალიზაცია გაკეთდება, ისევ თავიდან არის გასათხრელი და ეს ყველაფერი ხო ხალხის ფულით კეთდება, ხალხო, ეს ხო თქვენი ფულით კეთდება და მე ხო ხედავთ ეს ფული სადაც მიდის. თვითონ კოცებიც ხო რეჟიმიც ხო აღიარებს ამ ყველაფერს. როდესაც აი ამ შერისხულ ჩინოვნიკებს იჭერს და სახლებიდან ოქროს ზოდები და მილიონები ამოაქვთ. ეს ყველაფერი ხო იმიტომ არ ხდება, რომ კორუფციული დანაშაული ჩაიდინეს. არა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება,
რომ ბიძინა იმანიშვილმა ისინი საკმარისად ყურმოჭრილ მონებად არ ჩათვალა და მე უკვე იჭერს. ახლაც მდიდრდება ხალხი თქვენ ხარჯზე. მაშინ როდესაც ნაწილი გამდიდრებულებისა ციხეში ზის. არა იმათი ციხეში ჩასმით თქვენ რა. ფოთის კანალიზაცია ხო იმის ღარიბაშვილის ციხეში ჩასმით არ გაკეთდება. ბურჭულაძის ციხეში ჩასმით ხო ფოთის თეატრი არ დასრულდება. ამისთვის საჭიროა სისტემური რეფორმა და ამას ეს რეჟიმი, ეს ჰიპერცენტრალიზებული რეჟიმი, რომელიც ერთი კაცის ახირების გარშემო ტრიალებს, ვერ გააკეთებს და უფრო მეტი, ვერც ის ოპოზიციური პარტიები ვერ გააკეთებენ, რომლებიც ზუსტად იგივენაირ მოდელზე არიან აწყობილები. ერთი კაცის ახირებების გარშემო ტრიალებენ. ერთი კაცის ახირებებით ცვლიან თავმჯდომარეებს, ერთი კაცის ახირება ყველას აცხადებენ ერთი კაცის გარეშე ნულად. ეს ყველაფერი ხო ანუ კარიკატურული ვერსიებია რეჟიმის და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეჟიმის გამოსაცვლელად ოპოზიცია გადაიტვირთოს პირველ რიგში და ის გახდეს დემოკრატიული და ფოთი ამითია ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ აი ამ ყველაფერზე იმ პრაქტიკულ პოლიტიკასთან შეხებაში აქ მოვედი, აქ ამეხილა თვალები. ახლა მდინარე რიონზე ვდგავარ. ახლა მე ნაოსნობის სპეციალისტი არა ვარ, არც ინჟინერი, მაგრამ ნიკოლაძე იძახთა, რომ პორტის სრული პოტენციალის გამოყენება მაშინ არის შესაძლებელი, თუ რიონში გემები შესვლა შეძლებენ. მე არ ვიცი როგორი გემებმა შეიძლება, როგორმა გემებმა შეიძლება რიონში შემოსვლა შეძლონ, მაგრამ აი ამას რომ უყურებ, აი ეს ევროპული არხი მგონია, რომელზეც ხედავ, რომ რაღაცა რესტორნებით უნდა იყოს სანაპიროები, სულ დახონძლული შუაში კრუიზი დადიოდეს, თუნდაც ტურისტები შემოყავდეს გემს, იმიტომ რომ ფოთი ხო განსხვავებული ლანდშაფტია, სრულიად განსხვავებულია, სხვა სანახაობას ახვედრებ, ხო, აქ ადამიანებს და აი ესეც რო არ ვითარდება, ხო, და ეკონომიკური ინტერესს რო აქ ადამიანი ვერ ხედავს, არის სისტემური სიმახინჯის ბრალი. სისტემურმა სიმახინჯამ განაპირობა ის, რომ ქვემოდან ზემოთ ვერ ვითარდება ეს ქალაქი და აი შეხედეთ ახლა, ვისაც ევროპაში გიმოგზაურიათ, ან გერმანიაში, ან საფრანგეთში, ხა ესეთი არხები ხო სავსეა სულ ტურისტული გემებით და ესეთი სანაპიროები ქალაქის ცენტრში სავსეა რესტორნებით, რომელიც მდინარეს უყურებს, ხო? არა, აქ ეს ყველაფერი ვერ ხდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ სისტემა არის თვითონ ინვალიდი. ინვალიდი სისტემა არ უშვებს ენერგიას, რომ აქ ადგილებზე ეკონომიკური ცხოვრება განვითარდეს. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ არ არსებობს უფლება პასუხისმგებლობის გარეშე. შენ თუ ადამიანებს პასუხისმგებლობა არ მიეცი, რომ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები თვითონ გადაწყვიტონ, უფლებებსაც დაკარგავენ და დაბეჭავდებიან. იმიტომ რომ უფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთზეა გადაბმული და როდესაც თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს და ამ ადამიანებს არავინ არაფერს ეკითხება და ყველაფერი ცენტრზეა ჩამოკიდებული. ბეჭავდება ხალხი, ანუ ინიციატივაც არ უჩნდება მერე, იმიტომ რომ თulis რომ არაფერს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თვითონ უღონოა, უძალოა, არავინ მას არაფერს არ ეკითხება და ეს არის საბჭოთა ტოტალიტარიზმის, რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენი, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და თავისუფლდებით ჩემი აზრით. აი 40 წელი გადის უკვე, 34 წელია ვხეტიალობთ და ნელ-ნელა თავისუფლდებით. ფოთში ასე 5 უბანია. ერთი არის ნაბადა, ინდუსტრიული ზონა, საიდანაც ჩემი აზრით ხალხი როდესაც ფოთი ეკონომიკურად გაძლიერდება, ხალხი გასვლას დაიწყებს, იმიტომ რომ გამონაბოლქვის გამო იქ ცხოვრება ადამიანებისთვის ძალიან რთულია. მეორე არის კუნძული, სადაც ვიყავით, სადაც ჩუქურა და ჩემი აზრით უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგ ადგილს ძალიან ლამაზი ადგილია და თვითონ ეს ფოთიც ხო ნიკოლაძის დაგეგმარებულია და ძალიან ევროპულად არის დაგეგმარებული, ზემოდან დაგანახებთ კარგად და აი თვითონ აი ამ ყველაფრის გამოყენება კუნძული ძალიან კარგ ადგილას შეიძლება იქცეს, ნუ პორტი თავისთავად და პორტის უბანი, მალთაყვა, სადაც მივალთ და გაჩვენებთ კორუფცია, რას უშვება ულამაზეს ადგილებს და უზარმაზარი პოტენციალის მქონე ადგილებს ფოთში და ამის მიღმა არის ცენტრი, სადაც აი ახლა მივდივართ და სადაც გიგას ბაბუის სახლს გაჩვენებთ აღმაშენებლის ქუჩაზე. ძალიან ლამაზი სახლია. ჩავივლით, ეს თვითონ ეს აღმაშენებლის ქუჩა არის რაღაცა ახალგაზრდების სასეირნო ქუჩა, იმიტომ რომ საღამოს თუ გამოხვალთ, ფოთში თუ კი ვინმე დარჩენილი ახალგაზრდა და თინეიჯერია, აქ არიან გამოფენილები და დასეირნობენ და სულ ფიქრობ ხოლმე რამხელა პოტენციალი აქვს ამ ქალაქს, არა მარტო აქაურებისთვის, არამედ შემოგარენისთვის.
იმიტომ რომ აი ბევრს წუწუნებენ ხოლმე იმაზე, რომ სოფლები იცლება. სოფელი დაიცლება ყველა ვარიანტში. თუ იმ სოფელში მაცხოვრებელს წარმატების ადგილზე მიღწევის შანსი არ გააჩნია, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს თანდაყოლილი სურვილი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს და იმაზე უკეთ იყოს, ვიდრე დღეს არის. და ადამიანი გარბის იქ, სადაც შეძლებს, რომ უკეთ იყოს და იმ შემთხვევაში, თუ ფოთი განვითარებული იქნება, ის სოფელი ხო არ დაიცლება, იმიტომ რომ ხობის, სენაკის და სამეგრელოს სხვა რაიონების სოფლებიდან აქ ჩამოვლენ სამუშაოდ, აქ თუ ეკონომიკურად დაიტვირთება ეს ქალაქი, ხო უამრავი ახალგაზრდა აქ იulis სამუშაოს, აქ აიწყობს ცხოვრებას და არც ის სოფელი დაიცლება, იმიტომ რომ იმ სოფელში სახლში დაბრუნდება. აქ ხო ყველაფერი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და თუ ეკონომიკური ცენტრი არსებობს და იქამდე მისასვლელი ტრანსპორტი არსებობს, ესეთი გამოთქმა მასწავლა ჩემმა დედამთილმა, ვარეშარა, ვარეფარა. გზა თუ არ არის, არც ფული არ არისო, ხო? ანუ თუ კეთდება ეკონომიკური ცენტრი და არსებობს იქამდე მისასვლელი გზა, აქ არსებობს სასტუმროები, აქ არსებობს სხვა ეკონომიკური აქტივობები პორტთან ერთად, ხო? თან განსაკუთრებული ადგილია იმ თვალსაზრისით, რომ აქ მარტო ზღვა არ არის. აქ ტბებიც არის, სხვანაირი ლანდშაფტია, აქ არის კოლხეთის ეროვნული პარკი. ანუ ტურისტულად სულ განსხვავებული, ვთქვათ, ეკოსისტემა არსებობს აქ და სრულიად განსხვავებული ტურიზმი შეიძლება მოიზიდოს აქაურობა. აი ეს არის გიგას ბებიის ბინა, ცოტა ხანი იმედი არ გამ. აი ეს აივანი, გიგას ბაბუის უფრო სწორად, გოგი ალექსანდრია, აი აქ ცხოვრობდა, დამძახოდნენ რომ აი რაღაცა ომში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს პატივს არცემ იმ ზურა მახარაძესთან კამათის შემდეგ. როგორ არ ვიცი, გიგას ბაბუამ დაკარგა ხელი მეორე მსოფლიო ომში. მე უბრალოდ ვიძახი იმას, რომ 700,000 კაცი არ იბრძოლებდა იმ ომში, სადაც გერმანულ ჯარისკაცს ქართულ მიწაზე ფეხი არ დაუდგამს, ხო? ანუ 700,000 კაცი დაიყვანეს, 300,000 დახოცეს. ამაზე ალაპარაკი თორე პატივს როგორ არ ვიცი, მაგერ გიგას საყვარელი ბაბუა იყო. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ახლა ვართ მალთაყვაში. აი ხა სადაც უყურებთ აი ამ ჯუნგლებს აქ. ეს არის სანაპირო რეალურად. იქით არის გრეიპფრუტების ტბა, იქით არის მეუხვე გრიგოლის ეპარქია, რომელიც მოვლილი აქვს მას მშვენივრად, მაგრამ აი აქეთ აი ესეთი ჯუნგლია, შიგადაშიგ რაღაც ბარაკები შეგხვდება, სადაც რაღაც გეტოსავით ესე ხალხია შესახლებული ცხოვრობს. თლიანად აუთვისებელია ეს ყველაფერი. და ეხლა ძალიან მალე ჩვენ გავალთ აი ყაბადაღებულ მალთაყვის სანაპიროზე, სადაც ხელისუფლებამ მილიონები დახარჯა ამის კეთილმოსაწყობად და მიხვდებით ეს რა დაცინვა ხალხის, რას დაუძახეს სანაპირო და ზოგადად რა ხდება იქ. საგულისხმოა რომ ის მერი, რომლის პირობებშიც ეს გაკეთდა, ხო? ზუსტად კორუფციის ბრალდებებით დაიჭირეს, ციხეში ყავდათ, მე მგონი მერე საპროცესოთი გამოუშვეს თუ რაღაც. მაგრამ არაფერი დაიჭერენ, იმიტომ რომ იმ მომენტში ბიძინა ივანიშვილს აღარ აწყობს მისი სამსახური, მაგრამ მერე დანარჩენები აგრძელებენ ესე მოპარვას რა. უახლოვდებით იმ ადგილს და განახებთ იმ ადგილს, სადაც ხალხის მილიონები დაიხარჯა და ის ხალხი, ვისთვისაც ეს მილიონები დაიხარჯა, ჩერნობილს უძახის აი ამ ადგილს. შეხედეთ რაში დაიხარჯა მილიონები. აი ეს მეგობრებო, არის ფოთის სანაპირო. შეხედეთ? აი ეს ბეტონის ნაგებობები, მაგალითად. აი, ამაში ყველაფერში ფულია დახარჯული. აი ეს ვითომ კლუმბები, სადაც ხეები უნდა იყოს. შეხედეთ რა ხდება? აი ეს ხო არის ჩასხმული. აი შეხედეთ რა ხდება? ჩერნობილს ეძახის ამას ხალხი. ეს არის ზღვის სანაპირო. წარმოიდგინეთ, აქ უნდა გუგუნებდეს ცხოვრება. აქ უნდა იყოს ღამის კლუბები, აქ უნდა იყოს სასტუმროები. აქ უკან არის თან კოლხეთის ეროვნული პარკი, ანუ შენ მარტო იქ კი არ ხარ, რომ რაღაცა ზღვაზე ხარ გამოსული. შეგიძლია წახვიდე რავი გადამფრენ ჩიტებს უყურო, თურმე აქ იყრის თავს უამრავი ჩიტი. იქით არის პალიასტომის ტბა, სადაც შეგიძლია გაისეირნო და სხვა ტიპის ლანდშაფტი. და აი ეს არის ფოთის სანაპირო. იმ სანაპიროსაც გაჩვენებთ, სადაც ხალხი დადის და სადაც დღევანდელი მერი ფოტოებს იღებს ხოლმე, იქ რაღაც თეთრი ფარდები ჩამოკიდეს, იმის წინ დადგებაო და პოზირებსო ესე, რომ ვითომ იბიცაა და შეხედეთ რაზე ალაპარაკი. აი ხა გავდივართ იმ მონაკვეთზე,
რომელიც შედარებით კეთილმოწყობილია, მაგრამ არა გასახდელი, არა გამოსაცვლელი, არა ახლო-მახლო სასტუმრო, არა ნორმალური რესტორანი, არა კაფე. ხა ესე კი დახლები კი არის გახსნილი და რავი, რაღაცა ხდება იქაც, მაგრამ რანაირად ხა ეს ქალაქი ამას იმსახურებს, აი ფოთი ესეთ პლაჟს იმსახურებს, ესეთ სანაპირო ზოლს იმსახურებს, უყურებთ აი ამ რაღაცა ბეტონის სიმახინჯეებს, ეს რა შუაშია რა არის საერთოდ. აი ამისი აგების დანიშნული, ეს არის საშხაპეები უნდა ყოფილიყო ეს თუ რაღაც. და აი შეხედეთ ახლა აი ეს პატარა მონაკვეთი არის მართლა ჩალით გადახურული. აი ეს ჩალით გადახურული მონაკვეთი და პლაჟი გაგიკეთეთო ეუნებიან. აი ეს არის მარტო. აი ეს არის, ხედავთ რამხელა პოტენციალია და მოკლედ მეგობრებო, იმისი თქმა მინდა, რომ ფოთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ეს პოტენციალი თუ ვერ რეალიზდება, არის ერთადერთი მიზეზით. ეს არის სისტემური ავადმყოფობა, ცენტრალიზებული რუსული სისტემა, რომლის ნარჩენებიც ჯერ კიდე ვერ გაგვიდევნია და სხვა შორის ეს თან ხო თავს მოხოვულია და სრულიად ძალადობრივია. გენერალ კვინიტაძეს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი, რომ ქართველების ევროპელობა იმით განისაზღვრება, რომ ჩვენო ფედერალურები ვიყავითო ყოველთვისო. ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვართ ცენტრალიზებულებიო და აი ესე ძალადობენ ახლა ფოთზე, როდესაც ცენტრიდან ახვევენ თავს აი იმ რაღაც გადაწყვეტილებებს, რაცაც ცენტრში იღებენ. მოკლედ მეგობრებო, ფოთი შეიძლება გახდეს, მართლა ამისგან ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ გაზაფხული. თვითონ ფოთელები გააკეთებენ გაზაფხულს ამისგან. იმ შემთხვევაში თუ დავამარცხებთ რეჟიმს, მოვა დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის ამოცანად სასამართლო რეფორმასთან ერთად იქნება თვითმმართველობის რეფორმა. და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ფოთი გაცილებით უკეთეს იმსახურებს.